ბრიტანელებს უძველეს იმპერიას მოქმედის 78,000 სამხედრო ყავს, რომელიც მარტო კუნძულის დასაცავად თუ ეყობა თუ არა ომში მონაწილეობაზე ზედმეტია საუბარი. ფრანგებს, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთესი სიტუაცია აქვს, მაგრამ ფრანგული შეიარაღებული ძალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფრანგულ კოლონიებში ამოდებული. გერმანიის შეიარაღებული ძალები მინიმუმზე იყო დაყვანილი და საერთოდ გერმანიის სამხედრო ინფრასტრუქტურა ცივი ომის დასრულების შემდეგ და გერმანიის გაერთიანების შემდეგ არც მოიაზრებოდა არანაირად, რომ ხელახლა საჭირო გახდებოდა იმ ძლავრი შეიარაღების აღდგენა, რაც ცივი ომის დროს ან ერთ მხარეს იყო, ან მეორე მხარეს იყო, გულისხმობ დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას, ყველაფერი. საერთოდ ევროპელებს ახასიათებთ პარაზიტიზმი. აი, ევროპული პარაზიტიზმი არის ეს. ევროპელებს აი ესე ჭირდებოდათ ამერიკული ქოლგა, სამხედრო ქოლგა, ჭირდებოდათ რუსული ბაზარი და ჭირდებოდათ რუსული იაფი ენერგო რესურსები და ჭირდებოდათ რუსეთი ჩინეთთან ტრანზიტისთვის, ვაჭრობისთვის და თან უნდათ, რომ ამ ყველაფერთან ერთად სხვისი ხელით კიდე ამ რუსეთთან ეომათ. აი ეს ჰქონდათ მაგათ, არ ვიცი, ასეთ პოლიტიკას როგორ აპირებდნენ. ახლა ფაქტი არის ის, რომ აღმოჩნდა ის ამერიკული ქოლგა გავიდა, რუსული ენერგო რესურსები შეწყდა, ჩინეთთან სატრანზიტო ვაჭრობა ჩაიკეტა, ყოველ შემთხვევაში რუსეთის გავლით და ის იაფი მარშრუტები, რომელიც არსებობდა, შეწყვეტილია. აღმოჩნდა ისე, რომ ეს ღარიბი კონტინენტი გულისხმობ ენერგორესურსებით და წიაღისეული სიმდიდრით ევროპა არის ძალიან ღარიბი კონტინენტი. თუ არ ჩაითვლება, ესე იგი, ნორვეგია, იგივე დანია და რამოდენიმე ქვეყანა, კიდევ ვთქვათ, ბრიტანეთის ნაწილი, ისიც ნაწილი, პრაქტიკულად ენერგოდამოუკიდებლობის პრობლემა აქვს. იმიტომ რომ გაზი, ნავთობი, მსგავსი რაღაცეები ევროპაში ძალიან დეფიციტურია და არის იმპორტირებული. საკუთარი თავი ჩაიგდეს თვითონ ამ დღეში თან შერჩათ ეს დაწყებული ომი. ახლა რატო უნდათ ეს ყველაფერი? რატო უნდათ, რომ ომი რაც შეიძლება მეტხანს გაგრძელდეს? ევროპელებს უნდათ. იმიტომ უნდათ, რომ რათაც მეტხანს გახანგრძლივდება ეს ომი, ამდენ ხანში ევროპელები მოახდენენ საკუთარი შეიარაღებული ძალების მეტნაკლებად აღდგენას. მეტნაკლებად, ახლა იმ ფორმით ისინი ვერ აღადგენენ, რაც იყო, ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ ის რაც ცივი ომის დროს მართლა იყო და არსებობდა დასავლეთ ევროპის შეიარაღებული ძალები, ის მთლიანად იქნა დემონტაჟი განხორციელებული, აშვებული. ამიტომ ეს არმიის შენება ეს არ არის 1 წლის და 2 წლის და 3 წლის საქმე. აი, საშუალო დონეს რომ მიაღწიონ, საშუალო დონეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთარი თავის დაცვის, ესე იგი, რომ ვთქვათ, იმ დონეზე გავიდნენ, ვთქვათ, როგორც პოლონელები არიან, ამ დონემდე მაინც რო ავიდნენ, 10 წელი მაინც დაჭირდებათ. იმიტომ რომ 10 წლის მანძილზე გარდა იმისა, რომ შეიარაღების წარმოების აღდგენა თქვათ და მოსახერხებელი იქნება, ამას პლუს დაჭირდება შესაბამისი საკადრო ოფიცრები, ჯარისკაცები, სარეზერვო სისტემის აღდგენა, გაწვევის სისტემის აღდგენა და ესე შემდეგ. და 10 წლის თავზე ევროპელები იქნებიან მზად იმისთვის, რომ რუსეთთან ომი რამენაირად ამერიკის დახმარების გარეშე თვითონ მოახერხონ. გაიხარით. ხო. დღეს იქნა გამოცხადებული ეს ამბავი, 800 მილიარდზე არის საუბარი და ევროპელები წინა გადაცემაში მე გესაუბრეთ, რომ ევროპელების ერთ-ერთი მთავარი